როცა კვირია მიადგება, რომ კახეთსო დიდი უბედურება სწევიაო, თათრება აოხრესო ყველაფერიო, კახეთი გადაქცეულა შიქილა მოხდილი ქალადაო, აი მაშინ ლოცულობს სანთა გვიშველე ლაშარელაო, დაგჭირდა შენ თავია, გვიჭის და გამოგვაყენე შეუმსავი ძალია. ლოცულობს სანთა, ავედებს ღმეს ქვეყნიერებას და ბოლოს ამთავრებს გვიშველე რამე შენს მათსა დავლათო ახმეტისაო. ლოგიკური კითხვა, კაცო. როცა 15 დიდი სალოცავი უკანა ფშავშია. მთელი ხევსურეთი და ფშავი მოფენილია ჯვრებით, ხატებით, ღვთისმშობლის და სალოცავებით, ნიშებით. თუმცა მაინც ლოცულობ მოუხმე თამარღერეს, ლაშაიჯვას, ხოშაის, ძერცხოვერს, წყაროსთაურს, იახსას, კოპალას, სალოცავის მეტირავალ ფშავში. რაღა მაინც საათამ მოვითხოვა უფრო მეტი გვიშველე დავლათო ახმეტისაო. რითი სჯობდა ახმეტის დავლათი ამ ფშავის სალოცავის დავლათს, რატო უხმო? რაში ამისი მიზეზი და მიზანი? აი საქმე იმაშია, რომ ვაჟა-ფშაველა წერს თავის პუბლიცისტურ წერილებში 1900 აწერს. ეს ამბავიო, რომ თუმე საქართველოს აიცოდაო, მე აღმოვაჩინეო 1900 აწერს, რომ თამბარს ცხარიო დაუდიოდაო კახეთშიო. ანუ ძირითადად ახმეტა, ალვანი ახმეტის სოფლები იყო ის მხარე, სადაც ყველა სალოცავს ხოშარას, თამარღერეს, ლაშას ჰქონდა თავისი ქერის და ხორბლის ხოდაბუნები და ვენახები ღვინოებისთვის და ცხვირფარა დაუდიოდათ. ერქვა ამას თამარის ცხარი. ამ თამარის ცხარს უვლიდნენ წყემსები. იმ ვენახებსაც უვლიდნენ ოღონდ ახმეტელი, კახელი ისინი. აი ამბიდან სჯობდა კახელების, ახმეტელების დავლათი იმას, რომ ისინი გადმოდიოდნენ მერე ხევისბერები დროშებით და აქედან მიქონდათ კულუხი, ანუ აი ეს ხატისთვის ღვინო, ცხარი და ყველაფერი. აი ეს არის ახმეტის დავლათი. აი დიდი რაღაცა ეხლაც შენარჩუნებულია, ეხლაც ესე ხდება, რა ქვია და ანუ ყველა ხატს თავისი და თვითონ ვაჟა-ფშაველასაც თავისი ვენახი ქონია ახმეტაში. ამიტომ ოჩხარი ძალიან ძლიერი სიტყვა. ო არის სას ნიშნავს, ჩხ არის მზისხივი, ჩხზე მთელი სოფლებია ასამდე ჩამოთვლება საქართველოში. ჩხერიმელა, ჩხავერი, რაც გაგიხადება საჩხერე, ჩხერი და რომელეთი. ჩხ არის სხივი, მზისხივი, ღვთისხივი. ამდენად ოჩხარი არის, როცა ადამიანს გაუჭირდებოდა ძალიან და ჩამოვიდა საანთესაო სამეგობროს და ისინი მოკრეფავდნენ ღვინოს, პურს, იმას და გაატანდნენ და ამიტომ შეეწეოდნენ ზამთარი გადაეგორებინა. ამას ქვია ოჩხარი. ასე რომ ვაჟა-ფშაველაძე ბერძნად ჩამოულია. ამ ოჩხარისთვის განსაკუთრებით თავის სიზესან ყვარეში.